მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტელეპათია არის გონებათშორისი კავშირი სიტყვების გარეშე. ეს არის შესაძლებლობა იგრძნო, გაიგო ან მიიღო ინფორმაცია პირდაპირი გადმოცემით სხვა ადამიანის გონებიდან ან ენერგიიდან. ყველანი კვანტურ სივრცეში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, მანძილს არ აქვს მნიშვნელობა. ეს უნარი ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაშია ჩადებული, მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციამ ჩაახშო იგი ზედმეტი ხმაურით, ეჭვითა და ფიქრით. რატომ არის ტელეპათიის განვითარება მნიშვნელოვანი? ის აძლიერებს ჩვენს ემპათიას და ურთიერთობებს. ხელს უწყობს გონებრივ სიმშვიდესა და სიცხადეს. გვაერთიანებს როგორც ცნობიერ კოლექტიურ არსებებს. ამაღლებს ჩვენს სულიერ და ენერგეტიკულ დონეს. როცა ვსწავლობთ გონებაში აზრის გადაცემას და სუფთად გაშვებას, ვხდებით არხები სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და სინათლის კომუნიკაციისთვის. ტელეპათიის გააქტიურების პრაქტიკა. დაჯექი მშვიდად, მოდუნდი, დახუჭე თვალები და დაასვენე გონება. რამდენიმე ღრმა სუნთქვით მოამზადე შენი შინაგანი სივრცე. გაიხსენი ადამიანი, ვინც გიყვარს, ან ნებისმიერი სხვა, ვისაც გსურს გადასცე ინფორმაცია. წარმოიდგინე მისი სახე და ენერგია. გაუგზავნე გონებით მარტივი მესიჯი, მაგალითად, დამირეკე. შემდეგ დააკვირდი, დაგირეკავს თუ არა. გულის ცენტრიდან გაუშვი მასთან სიყვარული და თქვი შინაგანად. მე გიგზავნი სინათლეს და გისმენ გულით და გონებით. შემდეგ შეწყვიტე ყოველგვარი ფიქრი და დაელოდე შთაბეჭდილებას. მინიშნებას მოგცემს გონებაში ამოტივტივებული სურათი, შეგრძნება, სიტყვა, ტონი ან ემოცია. მიეცი საკუთარ თავს უფლება ენდო პირველ პასუხს ან მის მოქმედებას, რომლითაც მიხვდები მიიღო თუ არა მან შენი საინფორმაციო გზავნილი. ტელეპათიური მედიტაცია. მედიტაციის დრო 10-15 წუთი, საჭიროა სიმშვიდე და ფოკუსირება გონების. დაჯექი მშვიდ ადგილას, დახუჭე თვალები, მოდუნდი. წარმოიდგინე შენს გარშემო კაშკაშა სივრცე, შენი თავი მანათობელ სფეროში, სადაც სუფევს სრული სიმშვიდე და ჰარმონია. იქ მხოლოდ შენ ხარ და შენი გონება. ახლა წარმოიდგინე ოქროსფერი ან მზისფერი მანათობელი სხივი, რომელიც გადის შენი გულის ცენტრიდან და მიდის სასურველი ადამიანის გულამდე. ასევე წარმოიდგინე მსგავსი სხივი გამავალი შენი მესამე თვალის არედან და უერთდება მის მესამე თვალს. თქვი, მე ვხსნი არხს ჩვენს შორის სიყვარულით, სიმშვიდითა და პატივისცემით. ასე დაამყარე მასთან კომუნიკაცია, რამდენიმე წუთით იყავი ჩუმად. იმაზე მეტად მოусმინე, ვიდრე ელი. გადაეცი აზრი და დაელოდე იმას, რაც მისგან მოვა. რამდენიმე წუთით იყავი ამ მდგომარეობაში. ბოლოს, როდესაც მზად იქნები, მადლობა გადაუხადე გონებით როგორც შენს თავს, ისე იმ ადამიანს და ენერგეტიკული სხივი ანუ კავშირი ნელ-ნელა რბილად წაშალე. მეგობრებო, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ტელეპათიური თამაში, მაგალითად. ერთი იფიქრებს რაღაც სიმბოლოზე, მეორემ კი ეცადოს გამოიცნოს. ასე გონება სწავლობს ტალღების დაჭერას. ასევე შეგიძლიათ თქვენი უსაზღრო ფანტაზია გამოიყენოთ და
შექმნათ თქვენეული მეთოდები. ადამიანთან ენერგეტიკული კომუნიკაციისას ეცადე წაიკითხო, ანუ აღიქვა მისი გრძნობა, ემოცია და არა სიტყვა. დაიწყე ახლობელი ადამიანებით, ან შინაგან მესთან გონებრივი საუბრით. ტელეპათია არ არის მხოლოდ სხვებთან კომუნიკაცია. ეს არის საკუთარი შინაგანი სამყაროს უფრო სიღრმისეული მოსმენა. ძვირფასებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ. დიდი მადლობა.